ადამიანის უფლებათა ცენტრი ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც უფასო იურიდიულ დახმარებას უწევს მედია წარმომადგენლებს. პროექტი თავისი არსით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, რომ მიმდინარე პროცესები, რომელიც ვიხილეთ ბოლო პერიოდში, შემაშფოთებელია და მნიშვნელოვანია, რომ ყველა ჟურნალისტის უფლებები იყოს დაცული სათანადოდ, როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე. ადამიანის უფლებათა ცენტრი წელიწად ნახევარზე მეტია იცავს ჟურნალისტის უფლებებს და მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით გამოკვეთილი ტენდენცია, რომელიც უკავშირდება ხშირ შემთხვევაში ჟურნალისტურ საქმიანობის ხელშეშლას და ასევე ტექნიკის დაზიანებას, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის დასჯადია. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია, რომ ყველა უწყება, რომელსაც ხელეწიფება აღნიშნული ფაქტების გამოძიება დროულად და მყისიერად იმოქმედონ ამ მიმართულებით და შესაბამისი პირები, რომელთა ბრალობაც იკვეთება კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, პასუხისგებაში იყვნენ მიცემული. შაშემდელი კვლევაც აჩვენებდა თუ რამდენად თუ გარემოში უწევს მედიას მუშაობა, მაგრამ წელს ეს მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა. კვლევის ფარგლებში შესწავლილი იყო როგორც კანონმდებლობა, ასევე პრაქტიკა და ეს მანაჩვენა, რომ თუ ქართული ცნება გაამძაფრებდა რეპრესიებს, მას ყველა ბერკეტი ჰქონდა მიტაცებული სახელმწიფოს პარკებში. ამიტომ ისაც დღეს ვხედავთ ამდენ თავდასხმას, პირდაპირ ეთერში გადაცმული ხალხის პოლიციის, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენთან სახელმწიფო ინსტიტუტები არანაირ პატივს არ ცემენ კანონის უზენაესობას და არ არიან მოწოდებული იყვნენ, როგორც სახელმწიფო არის გარანტი ადამიანის უფლებებისა და ასე შემდეგ. კვლევაში გამოიკვეთა, რომ კანონმდებლობა არის რადიკალურად გავარსებული, პრაქტიკაში კანონმდებლობის გამოყენება არის რადიკალურად გავარსებული, მთავარი სახელმწიფო ინსტიტუტები, როგორც არის სასამართლო ან დამოუკიდებელი ორგანო ქაღალდზე, როგორც არის კომუნიკაციური კომისია, გამოიყენება რეპრესიად. დეზინფორმაცია, რომელიც მიმართულია მათ შორის მედიისა და უშუალოდ ჟურნალისტების წინააღმდეგ, ეს სლეპის არჩევლები, რომლის მიზანი არის დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიის წარმომადგენლების გაჩუმება, დასანქცირება, ეს ყველაფერი საერთოდ ჯამში ქმნის ძალიან რთულ გარემოს. ჩვენი ორგანიზაცია წლებია სწავლობს მედიის ფინანსურ გამჭვირვალობას, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია მედიის მდგრადობის, ვინაიდან ხშირად ფინანსები გამოიყენება როგორც მედიაზე ზეწოლის ბერკეტი, რისი მაგალითიც არის იგივე ტელეკომპანია მთავართან ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები. When journalists and media professionals are under pressure and persecution, it's even more important to support them and to monitor what's going on in this country. So that's what we do inside of our project financed by the European Union. And we are very grateful as DW Academy to have this very good cooperation with our partners, Human Rights Centers and Media Development Foundation. So, thanks a lot.